და დავბრუნდით ისევ ეთერში რა ამბები ხდება ჩვენ სტუდიაში ახლა გაიგებთ ცოტა ხანში მაგრამ საქმე იმაშია რომ ეჭვმოგვ ჩვენი მაყურებლების გარკვეულმა და საკმაოდ დიდ მონაწილემა უკვე იცის იმიტომ რომ ვრცელდება ფოტოები სწრაფად და კიდევ უფრო მეტი ფოტო გავრცელდება შერლოკ ჰოლმსი არის დღეს ჩვენთან ბევრი შეკითხვა გვაქვს თქვენთან მოკლედ საქმე იმაშია რომ ეს ყველაფერი ანუ ეს აქცია რომელმაც მოიცვა მთელი ქალაქი და მალე კიდევ უფრო აქტიურ სახეს მიიღებს ეძღვნება ოლიმპიადას ხო რომელიც ჩატარდება ცოტა უფრო მოგვიანებით თებერვალში მაგრამ სანამ თებერვლამდე მივალთ რაც უფრო მეტი ხო თებერვლის ბოლოს სავარაუდოდ თებერვლის ბოლოს ჩატარდება ოლიმპიადა თუმცა უკვე დღეიდან ყველას ვინც არის მეორედან მე-11 კლასში შეუძლია შემოვიდეს ჩვენს ვებგვერდზე შერლოკ.lg და დარეგისტრირდეს შეასწავლოს და მიიღოს მონაწილეობა ძალიან მარტივად ხდება ეს ამბავი თავის შემოვიდეს მაშინ მოდი მე წარმოვიდგენ ჩვენ სტუმრებს და მე უკვე მართალია პასუხი გაგვეცა რაღაც გარკვეულ კითხვებზე მაგრამ უფრო ბევრი ვისაუბროთ რუსკა ჯიკია მოსწავლეთა თავისუფალი ოლიმპიადის შერლოკი კოორდინატორი ზურა ბალანჩივაძე ბლოგერი ფოტოპროექტ შერლოკის მონაწილე ბექა ადამაშვილი სცენარისტი შერლოკის სათავგადასავლო აპლიკაციის ავტორი ალექსანდრე ბორკიფანიძე მწერალი და ტელეწამყვანი და ლაშა გიგაური ფოტოგრაფი კიდევ ერთხელ დილამშვიდობის ეს ცოტა დაბრუნებული დილამშვიდობის იყო მაგრამ არა უშავს ჯერ დავიწყოთ იდეით როგორ წამოვიდა საერთოდ ეს იდეა შერლოკამდე ჩვენ რა თქმა უნდა ვფიქრობდით რა შეიძლებოდა მოსწავლეებისთვის ყოფილიყო ყველაზე ცნობილი საყვარელი ასოცირებული გამჭრიახობასთან განათლებასთან და ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ეს შერლოკი ყველას უხდება შერლოკი ძალიან გიხდება მადლობა მეც მომწონს კი ძალიან გიხდება მართლა ხო, შეგაწყვეტინეთ. მივედით იმ ამბამდე, რომ ყველაზე გამჭრიახი პერსონაჟი ავირჩიეთ, ყველაზე ცნობილი, წიგნი, რომელსაც ყველა კითხულობს, განსაკუთრებით იმასაც, როცა ბავშვები არიან სკოლაში და რაც მთავარია, კიდევ არსებობს სერიალი, რომელსაც ძალიან დიდი ყურებადობა აქვს, ძალიან პოპულარულია და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ შერლოკი გამჭრიახია და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რომ გამჭრიახ პერსონაჟამდე მისულიყავით. რაც შეეხება პრეკამპანიას, გვინდოდა რომ ყოფილიყო ძალიან სახალისო, შევსულიყავით განსხვავებულად ბაზარზე, სწორედ ამიტომ ავირჩიეთ ფოტოპროექტი რომელიც იქნებოდა ინტერაქციული, საინტერესო. ამ ფოტოპროექტში ჩაერთო 20-მდე სხვადასხვა პროფესიის და ასაკის ადამიანი, ყველა ცნობილი ადამიანი, მათ შორის ორი მონაწილე ახლა აქ არის. ყველა ეს ადამიანი ჩაერთო აბსოლუტურად უანგაროდ, იმიტომ რომ მათ ჩვენთან ერთად ჯერათ და აცნობიერებენ იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გავუწიოთ პროპაგანდა იმას, რომ ახალგაზრდებმა მიიღონ განათლება, წაიკითხონ მეტი, იყვნენ გამჭრიახები და განათლებასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დააკვირდნენ დეტალებს იმისთვის, რომ იყვნენ შერლოკივით გამჭრიახები. და გარდა შერლოკისა კიდევ რითი განსხვავდება სხვა კონკურსებისგან ეს ოლიმპიადა თუ არის რამე ესე? ხო, სტანდარტული ოლიმპიადა ჩვენ ბავშვობაში როგორიც იყო, ყველას ახსოვს ალბათ, მაგრამ ეჭვმაქ რომ აქ სხვა რაღაცასთან გვაქვს ხო საქმე და სხვანაირი სხვა რაღაცასთან გვაქვს საქმე ნამდვილად, პრეკამპანიითაც ეს ყველაფერი გამოჩნდა. ასევე ჩვენ გვაქვს აპლიკაცია, რომელზეც ბექა ისაუბრებს და რაც შეეხება განსხვავებულობას, არ მინდა რომ მომხმარებელმა სწორად გაიგოს, რომ ეს ტესტები იქნება აბსოლუტურად რელევანტური ბავშვის ასაკისთვის შესაბამისი იქნება ძალიან ორგანიზებული და რაც მთავარია უნდა გამოიყენონ ის ცოდნა სწორად რაც მიიღეს სკოლაში პროგრამის შესაბამისად და დააკვირდნენ და აღმოჩნდნენ უფრო მეტი. მაშინ მოდი გადავიდეთ უკვე მონაწილეებთან და აპლიკაციის შემქმნელთან. ამ აპლიკაციაში რა ელოდება? მე გუშინ ძალიან მინდოდა რომ მომეძებნა და ეთყობა გამჭრიახი ვერ აღმოჩნდი და აქვე შემილია პრინციპში დავნებ და იმიტომ რომ რატომღაც ცოტა დრო მქონდა და უცბად ვერ მოვძებნე. აი ლუკას ხედავთ ხო სადაც არის ქუდები თუ ეს რა ეს ფოტოპროექტის არის მე მგონი ჯერ კი, ეს არის ფოტოკონკურსი. 6 ლოკაციაზე თბილისში, როგორც ხედავთ, რუკაზე აღნიშნული არის, უნდა მივიდეთ ქუდები და გადავიღოთ ფოტო. ქუდი, თქვენ დარწმუნებული ვარ, საკმარისად გამჭრიახი ხართ იმისთვის, რომ ეს ქუდები აღმოაჩინოთ. არა, ამ ადგილას მივაჩნევ პარტნიორებთან, კი, ეს თავისუფალი უნივერსიტეტი. მიაგნებს თავისუფალი უნივერსიტეტი, იქ ბიბლიოთეკაში დაგხვდება შერლოკის ქუდი. ასევე გვაქვს წიგნის სახლში პეკინზე, ბიბლუს გალერეში, მაკდონალდში მარჯანიშვილზე, ყავის სახლში გლდანში არ მინდა რომელიმე გამოჩნდეს და რაც თავარია პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გუდიაშვილის 7 ნომერი. მოდი აპლიკაციაზე ვთქვათ ერთი რამ. რაც შეეხება აპლიკაციას, რომ გეტყვათ გუშინ მე არ პრინციპში გამეკვირდებოდა, იმიტომ რომ მაგას გამჭრიახობა არ უნდა მაგას და ჯადოქრობა გუშინ რა გეტყვათ რაღაცებს. ჯერ აპლიკაცია გაიშვება ხვალიდან, უკვე დღეს არის ეგრეთ წოდებული პროლოგი დაიდება საღამოს პირველი მინიშნება, რომელიც დაეხმარებათ მე მოსწავლეებს და არა მხოლოდ მოსწავლეებს, ეს მარტო მოსწავლეებისთვის არ არის, შეუძლია ნებისმიერს გაერთოს.
დაიხმაროთ უკვე თვითონ აპლიკაციაში რომ გაერკვნენ. ეს იქნება კი არა, პრინციპში არის უკვე ამბავი ასეთი რომ დაიკარგა Watson-ი, მაგრამ არ დაკარგულა მისი პოვნის იმედი, იმიტომ რომ Watson-ს ეძებს Sherlock Holmes-ი, თუ Sherlock Holmes-ი რადგანაც ეძებს, მისთვის ცნობილია რომ არ არსებობს კვალი, დამნაშავე რომელიც არ ტოვებს კვალს. და მისთვის ნებისმიერ დამნაშავე არის დილეტანტი და ვინც ჩაერთვება ამ თამაში მოსწავლეები უნდა იყვნენ იმდენად გამჭრიახები რომ ხარი აუბანთ Sherlock-ს და ხანდახან დაეხმარონ, იმიტომ რომ Sherlock-ი ჩამოდის საქართველოში და მისთვის უცხო გარემოა არის ის რაღაც ნამყოფი არ არის ზოგიერთ უბანში, არ ზოგიერთ ქალაქში. შეიძლება კრიმინალი შეამციროს ამ მომენტში. შეიძლება კრიმინალის მდგომარეობა იყოს შესანიშნავი, კი გვაქვს ჩვენ შესანიშნავი მდგომარეობა კრიმინალის, მაგრამ მაინც მგონია Sherlock-ი შეეცდება გაზარდოს ლიტერატურის მნიშვნელობა საქართველოში. ხო, დაეხმარება არა მხოლოდ კრიმინალს, არ ებრძვის ასევე უციგნურობას. ხო, ეს სიტყვა არ უნდა მე თქვა. მაგრამ ახსენეს ებრძვის ეცდება გაანათლოს ადამიანები, რომლებიც ითამაშებენ ამ თამაშს, მაგრამ ამ თამაშს არ აქვს ეს ამბიცია რომ ადამიანები გაანათლოს, უფრო გასართობია, ისინი უკვე განათლებულები არიან, მაგრამ თამაშით მიწოდება ინფორმაციას. ჩვენ გვაქვს რამდენიმე ნიმუში მოტანილი არის, ოდესაც გავუშვეთ მე თქვენ, გექნებათ ალბათ საშუალება რომ თქვენს გამოიცნოთ. აქ არის დაშიფრული სხვადასხვა ლოკაცია თბილისისა და საქართველოს მასშტაბით მთლიანად და არა მხოლოდ ეს ლოკაციები, არამედ ის პერსონაჟები, ის ადგილები, ის გავუშვოთ ქალაქები, რომელსაც მოსწავლეები გადიან სასკოლო პროგრამაში, რომ არა მხოლოდ თბილისი გავაცნოთ Sherlock-ს, მოსწავლებსაც გავაცნოთ თბილისის გარეთ, რაც არის. ანუ Sherlock-ი და მოსწავლეები ერთად სწავლობენ რაღაცას. არა მხოლოდ მოსწავლეები, ხო, არა მხოლოდ მოსწავლეები, სხვაებიც. თამაშ. და სტვენით შენ. ზურა არა მხოლოდ სტვენით ფოტოპროექტში ზურამ მიიღო მონაწილეობა, ამის შემდეგ ეს ჩვენი ფოტოპროექტი გახდა ინსპირაცია იმისთვის, რომ არაჩვეულებრივი ბლოგი დაეწერა სათაურით, ასევე ძალიან გამორჩეული სათაურით, მივიღოთ ერთი კოვზი Sherlock-ი. ერთი კოვზი Sherlock-ი. მოდი, რა იკითხოთ მონაწილეებს, რატომ გაგიჩნდა სურვილი რომ მიიღო მონაწილეობა? თავზე მაყურავს მიზეზი. აი ეს ჩემი ხუდია პირადი. აი ყველანაირად ასე ჩალიჩობ რო გახდეს ჩემი. მოკლედ. აქვე გავაცხადებ რომ ხუდი შენი. რა ხდებოდა? მოკლედ შემეხმიანნენ მეგობრები რომ ასეთ პროექტია Sherlock-იო და ვინაიდან და რადგანაც შენ გიყვარს რაღაც ძველებური თანსაცველებიო და ესე მოძრაობაო, თან რაღაც სახარ გამჭრიახია. ხო, გამჭრიახიცო. და ნუ მუსიკაც გიყვარსო, ასე თუ ის რომ და მე რომ ხო, მოკლედ აი აქედან გამომდინარე რაღაცნაირად შევკოციწდი და დავთანხმდი ფოტოსესიაზე. ძალიან კარგი ადგილი ვიცი თბილისში, ეს არის მეექვსე საავტორო სკოლა სოულაკში მდებარეობს და არის გოთიკური იშდების შენობა. შიგნიდან არ ვიცი, გარედან ძალიან მაგარი და შიგნიდან არ არის ეგეთი. არის. და მოკლედ აი მან ვირჩია ადგილი ლოკაციას ვიჩვენდი ჩვენ თვითონ და მეთქი ბარემ თუ გავაკეთებთ, თუ აუთენტური გავაკეთოთ ბოლომდე მეთქი და მეც ესე ჩავიცი როგორც ეკადრებოდა მას, იმიტომ რომ ჩემია, ყველაფერი ერთ-ერთი ეს კუდი იყო, რაც ამათ მიბოძეს და მოკლედ ესე შედგა ეს ყველაფერი და შემდეგ სამსახურში თან პიარში მოღვაწეობ ჯეპრაში და იქ დამოვალეს რომ რასაც აკეთებ ბოლო დროს ის დაწერიო და მე ერთ-ერთი რაც მომივიდა თავში ეს იმ რუტინისა, გარდა იმ რუტინისა რასაც ვაკეთებ იყო ეს რომ ხო ეს პროექტი რომ თან როგორც კი დავდე სურათი ეგრევე წამოვიდა ლინკები რომ როგორ გავს ძალიან და მოკლედ ამან შემოგულიანო და დამეწერა და დავფიქრდი მე და ესეთი რაღაცა კაცთა სახეები Sherlock Holmes-ში რაღაც ეგეთი თემა იმიტომ რომ ჩემი საყვარელი პერსონაჟი ერთი მხრივ Sherlock Holmes-ი, ბავშვობიდან რომ მოდის და შემდეგ სერიალმა კიდევ უფრო რომ გააცოცხლა და მეორე მხრივ ექიმი ჰაუსი, რომელსაც უკვე ხელმეორედ ვუყურებ, გამეორების ამბავში ძალიან მიყვარს. კი. და ნუ წაკითხულიც მქონდა რომ შედარებები რომ Holmes-ის ჰაუსია და Watson-ი, Wilson-ი და 21-დან ნუ ასე შემდეგ და ამასთან დაკავშირებით რაღაცნაირად შევკარი ეს ბლოგ პოსტი რომ Sherlock-ი ეს არის ჩემი აზრით ეს არის ყველა ჩვენი ადამიანის პროგრამა მაქსიმუმი, რა თქმა უნდა ეხლა უკვე ნიჭის ამბავია ეგ საბოლოო ჯამში. ბინადონეზე განავითარებს ამ თავის. მაგრამ ეგ არის ჩვენი პროგრამა, ჩვენი ადამიანის პროგრამა მაქსიმუმი რომ
რეალურად მივისწრაფოთ იმისკენ, რომ მართლაც დავინახოთ იმაზე მეტი, ვიდრე ხედავენ სხვას. ანუ როგორც წინასწარ არის think outside the box. ალექსანდრე, ჩვენი მაყურებლების უმრავლესობამ ალბათ იცის იქედან, რომ კვირაში ერთხელ ურჩევს მათ რა უნდა წაიკითხონ, ხო? შესაბამისად, ამ პერსონაჟთან შენი დამოკიდებულება ძალიან საინტერესო იქნება. რაღაცეებს, ხო? ვცდილობ ხოლმე თან ერთ წუთის განმავლობაში. ხო, შერლოკი ჩემთვისაც საყვარელი პერსონაჟია, ამაში არ ვიქნები გამორჩეული, ისევე როგორც ძალიან ბევრი ადამიანისთვის, ვინც ბავშვობაში წაიკითხა, მაგრამ თავი რაც არის, მე ვფიქრობ, რომ ეს არის საუკეთესო სიმბოლო იმისთვის, რომ ბავშვებში, ბავშვობიდანვე გავაჩინოთ ძიების სურვილი, ფიქრის სურვილი, აზროვნების სურვილი, სწრაფვა, რაღაცნაირი ტოლვა იმისკენ, რომ შეიმეცნონ უფრო მეტი და შემდეგ ეს შემეცნება და ეს ცოდნა გამოიყენონ თავისივე სასიკეთოდ. ამიტომ მეც სიამოვნებით მოვირგე აი ეს ქუდი, მე ბავშვობაში მახსოვს, როცა წავიკითხე შერლოკი, რომ შემდეგ დავდიოდი ესე რაღაც გაგიჟებული ბავშვი და ადამიანებს მაჯებზე ვაკვირდებოდი და სახელოებზე და ვცდილობდი გამომეცნო წინადღით სად იყვნენ ამის მიხედვით და ერთი ორი გამომივიდა კიდევაც. შესაბამისად, ასევე იმედი მაქვს, რომ ეს პროექტი პოპულარიზაციას გაუწევს. როგორც თვითონ შერლოკს, ასევე შერლოკი გაუწევს შემდგომ პოპულარიზაციას ბავშვებისთვის შემეცნებას და ამ ხრივ ძალიან კარგი იქნება. ვინმეზე მოხდა ისე, რომ დატესტეთ, თქვათ, აი ბავშვებზე, ან უკვე აღნიშნეთ, რომ არა მხოლოდ ბავშვებისთვის იქნება ეს საინტერესო და ასევე სასარგებლო, მაგრამ თქვენ გარშემო ვინც არის, თქვათ, იყო, რომ სატესტო რეჟიმში სანამ ამდენი ადამიანი გამოცდის საკუთარ თავზე, თქვათ, გამოცდა და უკვე ვიღაცამ და რამდენად საინტერესო იყო მათთვის, თქვათ, აი ესეთ სახალისო პროცესში რაღაცის სწავლა. რაც მთავარია, ჩვენ მინდა რომ კარგად გავმიჩნოთ. პრეკამპანიის ეტაპზე აპლიკაცია ფოტოპროექტი, ფოტოკონკურსი, რომელშიც ყველა შეუძლია ჩაერთოს, არის სხვა ამბავი იმისთვის, რომ ეს ყოფილიყო ყურებადი, ინტერაქციული სახალისო და საინტერესო. რაც შეეხება თავად ოლიმპიადას, ჯერ არავის არ ვაცნობთ, როგორია ტესტი, იმიტომ რომ ეს არის აბსოლუტურად კონფიდენციალური. პროფესიონალთა ჯგუფი ადგენს ამ ტესტებს. დღეს როგორც უკვე აღნიშნე, ვიწყებთ რეგისტრაციას ინგლისური ენის ოლიმპიადისთვის. 22 თებერვალს შედგება ეს ოლიმპიადა საქართველოს 16 ქალაქში და ყველა მოსწავლეს მეორე და მე-11 კლასის ჩათვლით შეუძლია მონაწილეობა მიიღოს. სულ ამასავე აღნიშნა კაცთა სახეებიო შერლოკში და მე აუცილებლად მინდა აქვე განმარტო, რომ ჩვენ განსხვავებული სქესის ადამიანები გადავიღებთ, სხვადასხვა ასაკის და პროფესიის, რადგან ყველა ჩვენგანშია შერლოკი და ჩვენ უნდა აღმოვაჩინოთ უბრალოდ ის და სქესის მნიშვნელობა არ აქვს, დარწმუნებული ვარ, ზუსტად ასე ფიქრობს და ცოტა განვიცი რომ ფოტოგრაფია რომელმაც გადაიღო არაჩვეულებრივი ფოტოები ჩვენი ფოტოპროექტისთვის და ეს იყო რესპონდენტების დამსახურება, რომელთაც ჰქონდათ ძალიან კარგი ენერგეტიკა და აურა, ჰქონდათ, რა თქმა უნდა, ჰქონდა ლაშას პროფესიონალიზმის იდეის, პროფესიონალიზმის იმედი, უბრალოდ შეკითხვით რომ არ გადახვიდეთ. ლაშას ურჩევნია რომ იმუშაოს და გათავისუფლდეს აი ამ რაღაცა ბორკილების გაროზის და იქნებ მივცეთ, რომ მეგონი ერთი ფოტო უკვე გადაიღოს. მალე ჩაგვიგდოს მე ყველა ჩვენი ფოტო Facebook-ში რომ ასე უფრო კომფორტულად იგრძნობს. ერთი სული გაქვს უკვე. კი, აი ფოტოგრაფების ტკივილიც ეს არის, რომ რავრო დაამუშავე გამოგვიგზავნე და ამუშავე გამოგვიგზავნე. ჩვენი ფოტოგრაფის ტკივილი ეს არ არის ნამდვილად. მინდა აქვე მადლობა გადავხადო ყველას, ვინც ესე უანგაროდ ჩაერთო ჩვენს კონკურსში, ფოტოპროექტში და მონაწილეობა მიიღო, დაგვთანხმდა და მინდა ყველას მოვუწოდო, რომ მივიდნენ ლოკაციებზე, გადაიღონ ქუდი, გამოგვიგზავნონ, ყავს ორი გამარჯვებული, ერთი Facebook ლაიქებით და მეორე ორგანიზატორების რჩეული, რომელიც დასაჩუქრდება ასევე პრიზით. ლაიქერების დიდი რაოდენობის დამგროვებელი მიიღებს პლანშეტს საჩუქრად და თუ გვაქვს ტექნიკურად საშუალება რომ გადავიდეთ აპლიკაციაზე და გვაქვს თქვენთვის სიურპრიზი და ჩვენ აქვე ამოვხსნათ. აი ამას ველოდებოდი. შევამოწმოთ როგორი გამჭრიახები ხართ თქვენ, რაში ჩვენ ეჭვი ფაქტობრივად არც გვეპარება. იმედი გვაქვს, ეხლა ეკრანზე დავინახავთ ხო სავარაუდოდ? იმედი მაქვს ეკრანზე დავინახავთ სავარაუდოდ. ნახავთ ახლა ჩვენი ტექნიკური ჯგუფი რამდენად გამჭრიახია. ჩვენც არ ვიცით აპლიკაცია და შეიძლება რომ მივიღოთ მონაწილეობა. კი, შეიძლება რომ მივიღოთ მონაწილეობა, ეს არის სიურპრიზი ყველასთვის. არადიო ჩატვირთულიო სამწუხაროდ. შეეშინდათ ეთყობა რომ შევარცხვენდით თუ რატო გადაწყვეტეთ? შეიძლება მორიარტი ამ ყველაფერში ეკრანიდან რომ დაიწყოს ცეპლაპარაკი. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ ბავშვებს ვერ მოერევა ბოროტი პროფესორი და მათ ვერავინ დააყოვნებს და ხელს შეუშლის. არა და ძალიან მინდოდა. მეც არა. ეს ზეპირად ვერ გავახერხებთ ხო ვერანაირად? ზეპირად არ გამო, იმიტომ რომ
ვიზუალური დიდი მნიშვნელობა აქვს შეკითხვის გამოცდას. რებუსები არის ვიზუალური. შესაბამისად ესე ვაშლე ვერ გავაშლე ესეთი გამოცანები არ არის. ეს ესეც არ იქნება. უფრო ვიზუალზე გათვლილი რომ მარტივად აღიქვან მოსწავლეებმა და არ იფიქრონ დამხელო ტექსტები არის და რას ვეკითხა ბოლოში ამოცანა რო არის, ხოდა X რაღაცა ესენი არ არის. უფრო მარტივი აღსაქმელი და სახალისო გამოცანები რომ პასუხს ოდესაც მიხვდებიან, გაეცინოთ თუ არა, მინიმუმ გაეღიმოთ მაინც და არ თქვან რომ რაც ხარჯავ დროს მე ამდენი მაქვს ასწავლე და ამდენი სამეცადინო რომ არ თქვან, ამისთვის არის ესეთი გამოცანები. რომ ფონდა საშუალება ეკრანზე მიხვდებოდით, მაგრამ ხვალიდან ისედაც მიხვდებით კი შეხვალ. ხვალ მაშინ აუცილებლად, იმიტომ რომ გუშინაც ვეძებდი და უბრალოდ გვერდი ვერ მოვწერდი. შეიძლება ეს ქართულად რომ ჩაწეროთ და ინგლისურად, ამოგიგდებთ Facebook-ზე ამ გვერდს ან ინგლისურად. ორივე ერთად უნდა ჩავწეროთ. ორივე ერთად რომ ჩავწერთ, უეჭველი ჩვენსაც ამოაგდებს, მაგრამ ქართულად ნამდვილად ჩვენს Facebook გვერდს მიაგნებთ. მე როგორც ვიცი, ჩვენ შეიძლება გქონდა საშუალება რომ გაგვეშვა, არა უშავს თუ არ გვაქვს საშუალება, არა ის პრობლემა. დასაჭერები ხართ ყველას. მაშინ ყველა შერლოკმა ერთად რო გადავიღოთ ვინც ვიმყოფებით და სტუდიაში selfie-ც უნდა გადავიღოთ, ხო? კი, აუცილებლად. ზურა იყო მომზადებული რომ selfie გადაგვეყო. შერლსი. აი ესე შერლოკი. ყველაფერი შეძლება. ფოტოგრაფთან გქონდა ესეთი შეკითხვა უკვე გადაღებულ ფოტოებში, რომელი იყო მისთვის ყველაზე საინტერესო და დაწინებული ვარ ლაშა არ გამოარჩევდა არც ერთ ფოტოს, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან საინტერესო ვიყავით. ყველა ერთმანეთზე საინტერესო. კი აქვს ფართე ფოკუსი, მაგრამ აჰა. ჩავეწიეთ. კი. გავიღიმეთ. ეს ბრიტანული ღიმილი. The picture's ready. ფოტოს ველოდებით თქო დაუშვებთ. იმედია არ დაგვაღალატებთ, ხო შერლოკი? არა, ხვალ შევიდეთ მოგეთ ამ აპლიკაციაზე და თქვენ წარმატებებს გისურვებთ. სამწუხაროდ დრო აღარ გქონდა, გავაგზავნებთ კიდე და იმასაც აპლიკაციასაც მოახერხებდით, მოკლედ. უნდა დაგემშვიდობოთ ხოლმე ტელემაყურებლებო, გაიხარეთ, გენაცვალეთ თქვენ. მიიღეთ მონაწილეობა, იყავით გამჭრიახები, განათვლით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხვალ დიდი ზედმეტი გამჭრიახობა არ ჭირდება იმას, რომ ვის ნახევარზე ისევ თქვენთან ერთად ვიქნებით. ხვალ ასე რომ იმედია ხვალინდელ დღესაც ჩვენთან ერთად დაიწყებთ დროებით. კარგად წამდებოდეთ. ნახვამდის.